მაგრამ ვერ გავაკეთეს. მე დამაყავს, მე თავისუფლება ვერ დამაყავს. საბოს ხვიტარიძე ერთ-ერთია იმ სინდისის პატიმრებს შორის, რომლებიც ახლა გისოსებს მიღმა, მხოლოდ იმიტომ რჩებიან, რომ საპროტესტო აქციებზე იდგნენ და ოცნების რეჟიმს ეწინააღმდეგებიან. დღეს ოცნების ერთ-ერთი ტყვე სასამართლოს დარბაზში მისთვის მიცემულ სიტყვაში ამბობდა, რომ ბრალს არ აღიარებს. პოლიტიკური პატიმარია და ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელებას არც აპატიმროდან შეწყვეტს. სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართლის ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნის საფრთხეს. საქართველოს ძირს უქმნის ევროპულ მომავალს და მივაკანებთ რუსეთში, ირანსა და ჩინეთში. როგორ შეიძლება შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდამცავებზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი. როგორ შეიძლება პროკურატურა ერთხელ მაინც არ შეცდეს და ერთი მოქალაქე მაინც არ გამართლდეს. რამდენი პრაქტიკაა ეს? საბოს ხვიტარიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება იმის მიუხედავად, რომ დღეს დაცვის მხარემ სასამართლოს არაერთი მტკიცებულება წარუდგინა დასტურად, რომ ქორთიართ მერიოდთან შეკრებილ მოქალაქეებს თავს ესხმოდნენ ტიტუშკები, რომლებიც მერე პოლიციელები აღმოჩნდნენ. ნატო ხუჯაძისთვის ამას არაფერი შეუცვლია. არც იმ გარემოებას, რომელზეც ადვოკატი ვიდეო მტკიცებულებებით საუბრობდა, რომ მირიან ქავთარაძე პირი, რომელიც მერიოდთან სამედიცინო ნიღბითა და ჩაფხუტით ხალხს ურტყამდა, თავად არის თავდამსხმელი და სამოქალაქო აქტივისტები აუცილებელი მოგერიების კანონით დაშვებული ნორმების ფარგლებში მოქმედებდნენ. ჩვენ წარვადგინეთ ვიდეო ჩანაწერი, სადაც მირიან ქავთარაძე თეონა ჭალიძეს ურტყამს ხელს. რის შემდეგაც ხდება დაპირისპირება. მირიან ქავთარაძე ბრუნდება და თავს ესხმის იყოფ მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის, რომ იყოფი მოქალაქეები იყვნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ეგრეთ წოდებული ტიტუშკისგან და არა პოლიციელისგან. ეს იყო ჩვენი მოსაზრება და წარუდგინეთ ეს მტკიცებულებები. სასამართლომ არ შეხედა ეკრანს. კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც დღეს დაცვის მხარემ დააყენა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა იყო. პროკურატურას საქმეში დაკითხული ყავს მოწმე, რომელიც არის პოლიციელი და რომელმაც მოწმედ გამოკითხვამდე საბოს ხვიტარიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების პატაკით ავაჩი ადგინა. როგორც ადვოკატი მიუთითებდა, მსგავსი პრეცედენტის გამო იმავე მოსამართლემ ოღონდ სხვა პირის საქმეზე იმავე მოტივით ზუსტად ირაკლი ჩომახაშვილის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ გაითვალისწინა. უბრალოდ სიტყვები არ ყოფნის, როგორ შეიძლება სხვადასხვა საქმე სხვადასხვანაირად გადაწყვეტილდეს. იმის დათვალისწინებით თუ ვინ არის ბრალდებული. ჩვეულებრივმა გამოძიებელმა მიიღო პატაკი, რომ საბას ხვიტარიძე სავარაუდოდ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული. ანუ ჩვეულებრივად გამოძიება ამ ადამიანის პატაკის საფუძველზე დაიწყო. ადამიანის კი არა, გამონძიების პოლიციელის პატაკის საფუძველზე. და ეხლა პროკურატურა ამბობს, რომ ეს ადამიანი თურმე გამოძიებაში არ მონაწილეობდა, იყო ჩვეულებრივი მოქალაქე და შესაბამისად ჩვეულებრივად როგორც მოწმის სტატუსით ისე უნდა ისარგებლოს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა. დაკავების შემდეგ საბოს ხვიტარიძე მიუთითებდა, რომ მას პოლიციის სამმართველოში რამდენჯერმე გაუსწორდნენ ფიზიკურად და ემუქრებოდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დაადგინა, რომ ხვიტარიძე დაზარალებულია. ეს ფაქტი სასამართლოსთვის საკმარისი არგუმენტი უნდა გამხდარიყო პატიმრობის ღონისძიების შეცვლის. ამ საქმეში წესს უნდა შეეცვალა ის, რომ საბა უნდა გამოეშვათ გარეთ, იმიტომ რომ ეს ახალი გარემოება იყო და ეს იმას ნიშნავს, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, რომ საბას ხვიტარიძის მიმართ ამ საქმეზე დაირღვა მისი ღირსებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასე ვთქვათ, საფუძვლები, მოდი ესე რომ ვთქვათ, და შესაბამისად ეს იყო საფუძველი ჯერ მარტო იმიტომ, რომ მოსამართლეს აღკვეთი შეეცვალა. საბოს ხვიტარიძის პროცესს დღეს მისი ოჯახის წევრების გარდა სხვა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ადამიანები, რომლებიც ბოლო თვეებია საპროტესტო აქციებიდან სასამართლოს ხდომებზე დადიან და ფიქრობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ რეჟიმი ამ რეპრესიებით ხალხის დაშინებასა და გაჩუმებას ცდილობს, არც პატიმრობაში მყოფი პირები და არც პროტესტის მონაწილეები არ დანებდებიან, ვიდრე 53-ვე რეჟიმის ტყვე ციხეებს არ დატოვებს. მედი არაფრის არა მაქვს სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი, ვერც მსვლელობას ვერ ხედავ რაღაცა იმის, რომ
რაღაცა მიდის, რომ პროცესი რომ ვიღაცა დაისჯება და ვიღაცა პასუხს აგებს. დღეს ამ პროცესის მაგივრად უნდა იმართებოდეს იმ პოლიციელების სასამართლო პროცესი, რომლებმაც იძალადეს მოქალაქეზე, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ისინი უნდა იდგნენ დღეს საბრალდებო სკამზე და არა საბა. საქალაქო სასამართლოში დღეს შეკრებილი იყვნენ პოლიტიკოსებიც. პროდასალური ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ რასაც ახლა რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადის, მხოლოდ ერთზე მეტყველებს. არალეგიტიმური ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა გზით ცდილობს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ძალადობას და რუსული მეთოდით აქტივისტების დასჯას ის შედეგი საქართველოში არ აქვს, რაც დიქტატორულ რეჟიმს ამ ბრძოლის დასაწყისში წარმოედგინა. ანუ რუსეთს რო შევადარო ეს სასამართლო პროცესი რუსეთისთვის არის დამამცირებელი. ეს არის, რა ვიცი, არაკვალიფიციურობის, კორუფციის, უსამართლობის და სისტემის მონობის თვალსაჩინო მაგალითი. ეს არის სწორედ მისი მიზანი, რომ ჯერ ერთი გამოთიშოს ძალიან მნიშვნელოვანი მებრძოლები თავისუფლებისთვის, ისეთი როგორც არის საბა, მაგალითად აი ამ ბრძოლიდან და მეორე, თუ კი საბას დაიჭერენ, აი ამითი დააშინოს სხვა დანარჩენები. საბა სხვითარიძის პროცესი 10 თებერვალს ჩაინიშნა. საქმე უკვე არსებით განხილვაში გადავა იმის მიუხედავად, რომ ბრალდებული სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნოდა მასზე პოლიციის სამმართველოში ძალადობის ფაქტი დაადგინა. რეჟიმის მოსამართლემ იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ტიტუშკად გადაცმული ქალებს ფიზიკურად უსწორდებოდა.